გრძელდება ჩვენი თავგადასავალი ლაპლანდიაში. ტურით გათვალისწინებული შემდეგი აქტივობის დროც დადგა. შეიკრიბა ჩვენი ჯგუფი და ფეხით დავიძარით ჩრდილოეთის სირმების ფერმაში, სადაც ადგილობრივი საამების ხალხის წარმომადგენელი გვიმასპინძლებს. The reindeer that are usually on the farm are working reindeer that have been trained for hundreds and even thousands of years to be the main transportation of this area and to also carry loads on their back. My family has been living here herding the reindeer for 600 years and even before that. We lived here but we were more hunter-gatherers still. So quite a long tradition. One of the oldest Sami reindeer herding families in Finland. The whole reindeer herding business started from the Fjell region. Then it spread more to the woods area. Have you heard about the Sami before? You've all seen Frozen 2 though. The tribe. Yeah, it was based on the Sami people. People close to the nature and living with the reindeer. In this area the Sami were nomadic for a long time, up until 1960, when the snowmobile was introduced and we were able to cover longer distances. We then started to settle down, build houses. The same colors that are in the flag are in our family jacket. Colors from the nature. I was asked why there is no white. I have no clue. Maybe it did not fit. But that was taught to me as a child that it represents the sun. In the middle, other side is moon, and other side is sun, and then there is green for grass and nature, yellow for sunlight and summer, and blue for water, and also this time of the year when we do not get sunlight. ხლა გავდივართ გარეთ უკვე, სადაც შევხვდებით ირმებს. აგვიხსნეს რაღაცები თუ როგორ უნდა მოვექცეთ. ჩრდილოეთის ირმები რქებს ყოველწლიურად იცვლიან. ვიენის შემოდგომისა და ზამთრის დასაწყისში მათ რქები ზრდებათ. ჩრდილოეთის ირმებს აქვთ ყველაზე სწრაფად ზრდადი რქების სტრუქტურა. თებერვლიდან იწყებს ამოსვლას და დღეში 3 სანტიმეტრამდე ეზრდებათ. რქის მაქსიმალური სიგრძე 130 სანტიმეტრს აღწევს. რაღაც ეს ქარო გიშვერს მაინც და მაინც სამონო არ არის და გინდა არ გინდა ცოტა გეშინია. თუმცა ძალიან საინტერესოა. ძალიან საყვარლები არის ნახოდან კიდე უფრო მეტად. ვიდრე შორიდან ჩანან. მართალია ძირს დამეყარა, მაგრამ მაინც გამოიკებდნენ. კიდე ერთი გამოვკებოთ, ეს რა ლამაზია, ვაიმე. სხაპრებში რო არის. ვაიმე. საჭმელი რო აღარ არის, უკაღაგეკარებიან. თუ საჭმელი გაქვს მეგობარი ხარ, თუ არა და არა. შენ აღარ მჭირდებია შემდეგი მოვიდესო. ჩრდილოეთის ირემი არის ირმების ერთადერთი სახეობა, რომელიც მთლიანად დაფარულია ბეწვით, მათ შორის ცხვირიც. როგორც ვნახეთ, ამ ულამაზესი ცხოველების საყვარელი საკვები ხავსია. სამის ხალხი, იგივე საამები, მსოფლიოში ცნობილია ირმების მოშენებით. თუმცა ისინი ასევე დაკავებული არიან ნადირობით, მეთევზეობით, სხვადასხვა ფერმერულ სამსახურს ეწევიან. თუმცა რა თქმა უნდა, მეირმეობა
განსაკუთრებულია მათთვის, ვინაიდან საამების 35% სწორედ მეირმეობით სულდგმულობს. ტურიზმმა ძალიან დიდი როლი ითამაშა, რა თქმა უნდა, ვინაიდან ჩვენები ტურისტული ჯგუფები მოდიან აქ, რათა ნახონ ახლოდან ეს ირმები და ეს ხალხს ეხმარება მეტად განავითარონ თავიანთი მეირმეობა. ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ, რომ ასე ახლოდან გავეცანი როგორც საამების ხალხის ისტორიას, ისე ჩრდილოეთის ირმებს. დღეს ნორვეგიის ტერიტორიაზე გადავალთ და ქალაქ ტრომსოს ვესტუმრებით. ჯგუფის შეკრების ადგილზე ჩვენი ავტობუსის მძღოლი საბურავებზე ჩაჭვებს ამაგრებს, ვინაიდან გზა ძალიან მოყინულია. მანძილი კლიპის სიარვიდან ტრომსომდე 160 კილომეტრია და გზავრობა დაახლოებით 2 საათს ნახევარს გასტანს. გზად საინტერესო პეიზაჟები იშლება. გადათეთრებული მთები და გაყინული ტბები ჩვენი თანამგზავრია. ასეთი ნათელი დღე კარგა ხანი არ მინახავს, რაც როგორც ჭეშმარიტ სამხრეთელს ძალიან მაბედნიერებს. გაყინული ჩანჩქერის ფონზე ჯგუფური ფოტოები და ვიდეოები გადავიღეთ. ამის შემდეგ ისევ გზა გავაგრძელეთ. ტრომსოს არქტიკაში გასასვლელს ეძახიან. არქტიკული წრე იგივე ჩრდილოეთის პოლარული წრე, პოლარული დღისა და ღამის სამხრეთის საზღვარს აღნიშნავს. არქტიკული წრის ჩრდილოეთით ნებისმიერ ადგილას ბუნიობის დროს წელიწადში ერთხელ სულდღია. ზე 24 საათის განმავლობაში ჰორიზონტზეა. ასევე ერთი დღე სულბნელა. ზე 24 საათით არ ჩნდება ჰორიზონტზე. ეს მოვლენები ივნისსა და დეკემბერშია. ტრომსომ ქალაქის სტატუსი 1794 წელს მიიღო, რადგანაც აქ მხოლოდ 80 ადამიანი ცხოვრობდა. დღეს კი მისი რაოდენობა 75,000-ს აღემატება. ტრომსოში ჩამოსვლისთანავე მოვედით აკვარიუმში, რომელიც არის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე აკვარიუმი. აქ წარმოდგენილია ჩრდილოეთის ზღვის არსებები. ნორვეგიაში ფულის კუპიურა არის ნორვეგიული კრონა, გადავიხადეთ ერთ ბილეთში 295, რაც დაახლოებით 75 ლარია. ამ აკვარიუმის მთავარი ღირსშესანიშნაობა არის სელაპები. დღეში სამჯერ აჭმევენ და ჩვენც ამიტომ ჩქარობდით აქ მოსვლას, ვინაიდან გვინდოდა რომ გვენახა ეს პროცესი. მივუსწარით წვერიანი სელაპების გამოკვების პროცესს. ძალიან სასაცილო და საყვარელი არსებები არიან. აუზის ქვემოთ გვირაბია გაყვანილი და საშუალება გვაქვს აქედან დავაკვირდეთ ამ საოცარ არსებებს. ამ აკვარიუმს პოლარია ჰქვია. 1998 წელს გაიხსნა. აქ წარმოდგენილია შპიცბერგენის, იგივე სვალბარდის არქიპელაგის გარშემო მკვიდრი არსებები. გარდა ზღვის ბინადრების დათვალიერებისა, აქ მოწყობილია პანორამული კინოთეატრი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ დამატებით ინფორმაცია გაიგოთ აქ მობინადრი არსებების შესახებ. ასევე შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შექმნათ აისბერგი, რომელიც ეკრანზე გამოჩნდება. თუ გონიათ რომ შემოგვიღამდა სულ ტყუილად ფაქტობრივად არც გათენებულა და მთელი დღის განმავლობაში ასეთი ჭყალებში სინათლეა. ფაქტია, გლობალური დათბობა საკმაოდ ცუდად მიმდინარეობს ადამიანებისთვის, ვინაიდან
ჩრდილოეთ ნაწილში ვართ, ზოგადად ევროპის, ნორვეგიაში ვართ და შუა ზამთარში თოვლის ნაცვლად წვიმს. რაც თლად სახარბელო არ არის. ტრომსო ტურისტული ქალაქია, სადაც ადამიანები მოდიან და აქედან იწყება გასვლითი ტურები, მაგალითად როგორც ჰასკების ტურია. ღირსშესანიშნაობების სიმრავლით არ არის დატვირთული ეს ქალაქი, თუმცა რამდენიმეს მაინც შევხვდებით. მაგალითად, ჩემგან მდებარე ტრომსოს საკათედრო ტაძარი. ამ ადგილას პირველი ეკლესია აშენდა 1252 წელს. წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, შეიცვალა, დასჭირდა რესტავრაცია, ხოლო უშუალოდ ეს ტაძარი უკვე აშენდა 1861 წელს. როგორც ხედავთ, ეს არის ყვითელი ხის ეკლესია, რომელიც ამ საახალწლო გარემოში კარგად გამოიყურება. შიდა სივრცე სხვა პროტესტანტული ეკლესიების მსგავსია. ერთი, რაც აქამდე არსად არ მინახავს, საბავშვო სივრცეა, სადაც მათ ხატვა და თამაში შეუძლიათ. სერნობის შემდეგ დავიძარეთ ავტობუსისკენ და გზად დაგვითოვდა კიდეც. სანამ ავტობუსთან მივალთ, დავინახეთ ეს ძეგლი, რომელიც ეკუთვნის რუალ ამუნდსენს და არ შემეძლო არ მოვსულიყავი ამ ძეგლთან. გემახსოვრებათ, რუალ ამუნდსენი იყო მოგზაური, რომელიც არქტიკულ ნაწილებში მოგზაურობდა. ის იყო პირველი ადამიანი, ვინც ანტარქტიდაზე დააბიჯა და მას ეკუთვნის არაერთი საინტერესო ექსპედიცია და რეკორდი. მაგალითად, ის ნორვეგიიდან გაფრინდა ჯერ გრენლანდიისკენ, მერე კი ჩაფრინდა ალიასკაზე დირიჟაბლით. რაც იმ დროისთვის მე-20 საუკუნეზეა საუბარი, წარმოუდგენელი იყო. ის იყო, რა თქმა უნდა, ნორვეგიელი და როგორც გავარკვიეთ, სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა რამდენიმე წლის განმავლობაში და აქედან იწყებოდა მისი განსაკუთრებული ექსპედიციები. დადგა ახალი დღე და ახალი თავგადასავლების დროც. დღეს უნდა ვესტუმროთ ჰასკების ფერმას. იქ მისასვლელად ავტობუსით საათ ნახევარი ვიმგზავრებთ. ფერმაში გავეცნობით ჰასკების ცხოვრების წესს და შემდეგ პატარა მარშრუტზე ჰასკებ ჩამული მარხილებით გავისეირნებთ. ფერმის მეპატრონე გვიხსნის ძაღლების მარხილის მართვის წესებს. თითოეულ მარხილში ორი ადამიანი ჯდება. ერთ-ერთმა ძაღლების მოძრაობის ტემპი უნდა აკონტროლოს. ამ დროს უმთავრესი ფეხის მუხრუჭი, სადგომზე მყარა დგომა და სახელურზე ხელებით მყარად ჩაჭიდებაა. ნახევარი მარშრუტის გასვლის შემდეგ გზავრი და მძღოლი ადგილებს ცვლიან. ამ ფერმაში სულ 250 ჰასკის ჯიშის ძაღლი ბინადრობს. ისინი წარმოშობის მიხედვით ვიზუალურად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. დავიძარით მარხილებისკენ. ზედაგზე გავდივართ ჰასკების ბუნაგებს. მეპატრონე გვაცნობს მათ და ისინიც გვესალმებიან. ბედნიერები აქ-იცინებენ კულტებს. ჩაგვიდარდა ინსტრუქტაჟი, აგვიხსნეს თითოეული დეტალი თუ როგორ უნდა მოიქცეთ ნებისმიერ სიტუაციაში. გავიარეთ, გავეცაინთ ძაღლებს ასე თუ ისე და გავყვეს ორ ჯგუფად. პირველ ჯგუფი უკვე წავიდა დაიძრა. ჩვენ მეორე ჯგუფი ვართ, მანაჯერი შევიდა ცოტა თბილ ადგილას. მოვემზადოთ და უკვე ცოტა დაბრუნდება პირველ ჯგუფი, მერე ჩავარენცლოთ ისინი და ჩვენ წავიდეთ ამ თავგადასავლებში. საკმაოდ ცივა და რა თქმა უნდა ძალიან თილათაც გვაცვია. როგორც წინაზეც ვახსენე, რამდენიმე ფენა უნდა გვეცვას ესეც იცივეში. მეც ასე ანალოგიურად მაცვია და ვფიქრობ, რომ გავუძლებ ამ ყინვას. ახლა კი დროა გადავინაცვლოთ თბილი ადგილისკენ და გავემზადოთ ჩვენი სრიალისთვის. შიდა სივრცეში შესაძლებლობა გვაქვს კითხვა დავუსვათ ფერმაში მომუშავეს, თუ რაიმე დამატებით გვაინტერესებს. ხოდახანში დაბრუნდება პირველი ჯგუფი და უკვე ჩვენ მეორე ჯგუფი დავიწყებთ ჰასკების ტურს. მარხილის ტურებისთვის ძლიერ ძაღლებს არჩევენ. ასევე აღსანიშნია, რომ ფერმაში დიდ ყურადღებას აქცევენ, თუ რა განწყობაზეა კონკრეტულ დღეს თითოეული წუდა. თუ ატყობენ, რომ უხასიათოდაა, ან ეზარება, იმ დღეს რა თქმა უნდა არ აძალებენ მარხილში ჩაბმას და ასვენებენ. საერთოდ არა მოსახერხებელი მინდა გითხრათ, ცოტა ცერად ვარ გადახრილი მუხრუჭზე და როდესაც ნიშანს მოგცემენ, მე უნდა გადავიდე სხვაგან. ჰასკები ნაცრისფერი მგლისგან წამოსული ჯიშია.
არსებობს რამდენიმე სახეობა. მაგალითად, ალიასკური, ციმბირული, არქტიკული. აქ ძირითადად ალიასკური ჰასკები ბინადრობენ. ისინი ძალიან ენერგიულები და ათლეტურები არიან. ამიტომ სჭირდებათ ყოველდღიური ვარჯიში. ჰასკს დაუღლელად შეჩერების გარეშე შეუძლია 160 კმ ირბინოს 50 კმ/სთ სიჩქარით. ამ დროს უმთავრესია მაღალი კალორიული საკვები მიიღონ. ფერმაში მცხოვრები ჰასკები დღეში მხოლოდ 12 კმ დარბიან მარხილებში შევგრილი. ხოლო სავარჯიშოდ იყენებენ დიდ ვოლიერს. ჰასკებს აქვთ სქელი ორმაგი ბეწვი, რაც ყველაზე ცივ დღეებშიც კი იცავს ციცივისგან. აღმართებზე აუცილებელია ფეხი მივაშველოთ მარხილში ჩაბმულ ჰასკებს. ერთგვარად შეთანხმებულად გადავაადგილდებით. ვინაიდან ჰასკებმა კარგად იციან ეს მარშრუტი, არასდროს გადაუხვევენ მას და მიმართულების მიცემაც არ სჭირდებათ. ეხლა უკვე დამევიდეთ და გავცვალოთ როლები. ამისთვის ცოტანელა უნდა შევამცირო. უხრუჭის გამოყენებით. ასე ისვენებს ზოგი ცუგა. გზავრის ამპლუაში გავიგებ. როგორია სრიალი. ეს ყველაზე ის არის ენერგიული, სულ წასვლა უნდა. სხვები ზარმაცობენ, ამას ყოველთვის წასვლა უნდა. ამასობაში თენდება და ცა ულამაზეს ფერებშია. გაგვიმართლა, რომ ამ პერიოდში ჩაგვენიშნა ეს ტური. საოცარი განცდა ამ ხედებით ტკბება. თვილად ვარ წამოწოლილი. ვენდობი ჩემს ოპერატორსა და მესაჭეთ მყრობელს. ოფროუდერია მაინც ადამიანი. პირველი გამოცდილება ასეთი ჩემთვის და ძალიან მომეწონა. დასთავარია თავიდან მქონდა განცდა რომ ძაღლები ცოდები ხო არ არიან ასე რომ ამუშავებენ, მაგრამ როგორც აგვიხსნეს და რაც უკვე მოგიყევით, მას შემდეგ დავმშვიდი და უფრო ბედნიერი ვარ, რომ ასეთ ლამაზ ადგილას ასეთი საოცარი არსებებით გადავაადგილდები. ჩვენი გიდის გვერდიდან გვაკონტროლებს, რომ ყველაფერი წესრიგშია. რაც მეტ უსაფრთხოების განცდას ვანიჭებს. ეს კარგი იყო. კიდევ ერთი გელოდება ძინვენსადე. კარგია? ერთი ორი და აბა კიდევ ერთი გელოდება ძალიან დიდი ჩოდიკები. კარგია, ეხლა დიდი რაღაც მოდის კიდე უფრო. კარგია. მოვჭით მოგდეთ ამ ტორს. საოცარი საბეჭდილებებით. სიცივე ყველაფერმა გაიარა, კარგი თავგადასავლები, რა თქმა უნდა. ქონდა და გვამახსოვდა და დროა დავამშვიდობოთ. ჩვენს უგებს დავბრუნდეთ უკან. ტურის დასრულების შემდეგ ვეფერებით სხვა ცუგუებს. უსაყვარლესი არსებები არიან. თუ ჰასკებს უხასიათო დღეები გრძელდებათ, ნიშანია, რომ მათ აღარ სურთ მარხილში ყოფნა. ამ დროს ისინი ან ფერმაში აგრძელებენ ცხოვრებას, ან აშვილებენ მოსიყვარულე ოჯახში. ამგვარი მზრუნველობა ოთხფეხა ცხოველებზე ნამდვილად განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია. შთაბეჭდილებებით სავსებტოვე ბაქაურობას. ისეთი გამოცდილება იყო კიდევ არაერთხელ რომ სიამოვნებით გავიმეორებდი. გზად ხშირად ხვდებით მოკუნტრუშე ირმებს. ველური ბუნების ეს ულამაზესი არსებები თითქოს ჩვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობენ. გამოვედით გარეთ, რომ შევხვდეთ ჩვენს თანამოგზაურებს და წავიდეთ ფიორდში, სადაც იქნება ტრადიციული ფინური საუნა და უნდა ვიბანაოთ გაყინულ წყალში. უნდა ვიბანაოთ ცოტა ხმამაღალი განაცხადა, იმიტომ რომ არ ვიცი, ესეთ ქარბუქი თუ იქნება, არ მგონია გავურისკო. ვინაიდან ძალიან ცივა პლუს ქარი ემატება და არ ვიცი როგორ იქნება. სანამ შევხვდებით, მინდოდა რომ მაღაზიაში შემოგვევლო.
ამ დღების განმავლობაში რაც ვარ არ გვინახავს როგორია. ერთი ბენზინგასამართ სადგურია, ერთი მაღაზია, რომელიც სხვადასხვა დღეებში სხვადასხვა დროს იკეტება. ძალიან მაინტერესებს რა როგორი გარემოა შიგნით, რა ფასებია, რამეც ვიყიდოთ და შევიდეთ ერთად დავათვალიეროთ. მაღაზიაში ფაქტობრივად ყველა იმ ნივთს ამ პროდუქტს ნახავთ, რაც შეიძლება აქ დაგჭირდეთ. ფასებიც მისი მდებარეობის გათვალისწინებით საკმაოდ მისაღებია. ამასობაში ავტობუსთან მისვლისა და ფიორდზე წასვლის დროა. კვლავ ნორვეგიის ტერიტორიაზე გადავედით. გზაში ქარბუქია და ძლიერად თავს. იმედი მაქვს, ცოტა დამშვიდება ამით და ხელი არ შეგვეშლება შემდეგი აქტივობის განხორციელებაში. მოვედით და ძალიან ცივა, არ ვიცი, რამდენად შეძლებ, იმიტომ რომ ხელთათმაინთან ხელი რო ამოვყავი, უკვე შემცივდა. წყალი რო გავსინჯე, სანამ ხელი ამოვწე, უკვე გაყინული მქონდა და არ ვიცი, არასდროს მიქნი ასეთი რამ და რამდენად შეძლებ, არ ვიცი. ახლა რომ ვყურებ, ქარის გათვალისწინებით უფრო არ მგონია. შევიდი წყალში, მაგრამ ცოტა დრო მაინც მაქვს მოსაფიქრებლად და ვნახოთ. ჩემ ბევრ მეგობარს არ მოეწონება ეს, იმიტომ რომ ისინი ზამთარზაფხულ ცურავენ. ერთი მეგობარი განსაკუთრებით, რომელიც ესტონეთში ცხოვრობს, ესეთ ადგილებს ეძებს, რომ იცურაოს და არ მინდა იმედი გაუცრო, მაგრამ არ ვიცი, ძალიან ცივა. იმდენი რაღაც მაცივია, ახლა -7 გრადუსია და არ წარმოვიდგინე, ჩემი თავი ხა აქ შევიდე, გაუცრო, მესიამონოს და მე ამოვიდე, მაგრამ ნახოთ. გიდმა აგვიხსნა, რომ ორი გამოსაცვლელი კარავი და ორი საუნაა, გოგოებისთვის და ბიჭებისთვის. ფიორდში ჩასვლის მსურველებმა კი დაახლოებით 50 მეტრი უნდა გაიარონ ფეხით და შევიდნენ წყალში, რაც ცოტა კიდევ ართულებს სიცივესთან ბრძოლას. ინდივიდუალურია, ჯერ საუნა გირჩევნია და შემდეგ შეცურვა თუ პირიქით. მე თავდაპირველად საუნაში შესვლა ვამჯობინე. არ ვიცი ეს როგორ დავტარდება, მაგრამ რო არ გამომეცა და არ მომეწონებოდა ეს ყოველივე და თან ნორვეგიელებმა და გერმანელებმა ისე თქვეს რომ ჩვენთვის ეს მარტივიაო და შევდივართ ხოლმეო. მაინც ქართველი ვარ და რაღაც უნდა გავაკეთო. არც ცივა. არც ცივა. ასე მითხეს დააჯერეს საკუთარი თავი. წყალში მეტჯერ აღარ შევსულა. გავიქეცი კარვისკენ. კარგად გავიმშრალე და ძალიან თბილად ჩავიცვი, რომ არ გავციებულიყავი. არც ისეთი გმირული შეცურვა, მაგრამ ჩემთვის ესეც დიდი მიღწევა, იმიტომ რომ არასდროს არ შემიცურავს სიცივეში, მით უმეტეს ასეთ დროს და ასეთ ადგილას. სულ ალბათ 5-6 წამი ვიყავი წყალში, მაგრამ ჩემთვის ეს მიღწევა და სხვა დროს უფრო მეტად თავდაჯერებულიც შევა. საუნაც კარგი იყო, წყალიც კარგი იყო, ახლა კი ამოდით ესე ჩვენი რადგან, სადაც მივთვე ცხელ შოკოლადს გავთფებით და მე უკვე წავალთ უკან სოფლისკენ. გუშინდელი დღიდან მოყოლებული გათოვდა საკმაოდ დადო თოვლიც და უკვე ვემზადებით უკან დასაბრუნებლად. კოტეჯები გულმოდგინეთ, დავასუფთავეთ, ვინაიდან მე პატრონები ამოწმებენ დეტალურად ყველაფერს. ჩავბარგდით, ჩამოვიტანეთ ვარგი, ვინსაც ჩადის, იმის მიხედვით ჩავალაგეთ ვარგი და ვემზადებით ჰელსინკში დასაბრუნებლად. რაც გამოვიარეთ ეს დღეები, ვფიქრობ, მაინც საინტერესო გამოვიდა. პირველი მოგზაურობა იყო აქეთ და თოვლით, ციალიც ნახეთ, საინტერესო თავგადასავლებიც ჰქონდა. უკვე კმაყოფილი ვარ, მაგრამ ნახოთ, სანამ დამთავრდება ეს ტური, როგორ გამთავრდება ჩვენი მოგზაურობა. ზად ვჩერდებით ლევიში, რომელიც ფინეთის ყველაზე დიდი სათხილამურო კურორტია. აქ 53 სათხილამურო ტრასა და 27 საბაგიროა. აქ ტარდება სხვადასხვა საერთაშორისო ჩემპიონატი. ლევიში რამდენიმე საათით მხოლოდ გავვითვლით.
ჩამოვედით პატარა სათხილამურო კურორტ ლევიშში, რომელიც რაღაცით გუდაურსაც მოგვაგონებს. თავის სიმცირიდან გამომდინარე, ბევრი არ გვივლია, მხოლოდ რამდენიმე ადგილი დავათვალიერეთ, ქუჩებში ვისეირნეთ, რა თქმა უნდა, საახალწლო განათებებით დავტყვით, ახლა კი მივდივართ ავტობუსისკენ, საიდანაც გველოდება უკვე ხანგრძლივი მგზავრობა ჰელსინკისკენ. დაახლოებით 15 საათი გვიჭირს მგზავრობა თუ არ ვეშლება. ამიტომ -12 გრადუსია ახლა, ჯობს წავიდეთ, დავიძრათ ავტობუსისკენ და მოვიწოდოთ ამ რთული და გრძელი მარშრუტისთვის. აღსანიშნავია, რომ მთელ ფინეთში ყველა გაჩერების ადგილას ელექტრომანქანების დამტკენის სადგურებია. ჩერდებით ყოველ 4 საათში. ცალკე აღნიშნვის ღირსია მძღოლების პროფესიონალიზმი. მთელი ტურის განმავლობაში რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში ისეთი დახელოვნებით მართავდნენ ავტობუსს, საფრთხის შეგრძნება ერთხელაც არ გამჩენია. ჩვენი ლაპლანდიური თავგადასავალი აქ სრულდება. შემდეგ გადაცემაში ესტონეთის დედაქალაქ ტალინში ვიმოგზაურებთ. არ გამოტოვოთ.